სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს დაიყოს. იესო ქრისტეს მისმა მოციქულებმა კითხეს. როგორ უნდა ვაპატიოთ ადამიანს? რამდენჯერ შეიძლება რომ ვაპატიოთ? იესო მოპასუხა რომ თუ ძმამა შეგწოდა, რაიმე წოდვა ჩაიდინა შენს წინაშე და შემდეგ მოვიდა და პატიება გთხოვა, აუცილებლად უნდა აპატიო. და შემდეგ მოციქულებმა კითხეს რომ კიდე რო გაიმეოროს ეს წოდვა და კიდე რო მოვიდეს და პატიება გთხოვოს და იესომ ესეთი რამ უთხრა რომ ერთ დღეში 7 ჯერ კი არა, აი 70-ჯერ 7 ჯერ რომ გააკეთოს წოდვა ჩაიდინოს ადამიანმა და ამდენჯერვე მოვიდეს და პატიება გთხოვოს, მაინც უნდა აპატიო. ანუ პატიების, ანუ შენდობის მინიჭება ჩვენგან არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების. მაგრამ რას ნიშნავს პატიება? რა იგულისხმება პატიებაში? სიტყვა პატიებას აქვს ორი მნიშვნელობა. ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ანუ ესეთი სიტყვა არსებობს. ეს არის ამბივალენტური, ანუ ორმნიშვნელოვანი, ამბივალენტური სიტყვა. და ისწორედ ამის შესახებ მინდა გითხრათ. ერთი არის პატიება, აი რომელზეც იესო ქრისტემ უთხრა თავის მოციქულებს, რომ თუ ადამიანი დააშავებს, წოდვას ჩაიდენს და მოვა და პატიებას გთხოვს, შენ უნდა აპატიო, ანუ შენდობა უნდა მიაჩნდეს. და რამდენჯერაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, თუ მოვა და გთხოვს მაპატიე, უნდა აპატიო. მაგრამ ეს არის პატიება სიტყვის ერთი მნიშვნელობა, რომ აი მე დავაშავე, მე ცუდი რამე ჩავიდინე. მე მაგალითად უხამსი სიტყვა წამომცდა და მაპატიე. მე ვეცდები რომ მეტი აღარ გავიმეორო ეს. და რა თქმა უნდა ამ დროს უნდა აპატიო ადამიანს. მაგრამ არსებობს კიდევ მეორე მნიშვნელობა ამ სიტყვის. რომ მე ცოდვა კი არ ჩავიდინე, მე ესეთი ადამიანი ვარ, ცოდვას ჩავდივარ ხოლმე. და მაპატიე რომ ესეთი. მაპატიე რომ უხამს სიტყვებს ვიყენებ საუბარში. მაპატიე. აი ეს არის პატიების მეორე მნიშვნელობა, რომელიც სინამდვილეში არის შეგუება. ესე იგი, შენ ადამიანი გეუბნება რომ შეეგუე ჩემს ცოდვებს. შეეგუე რომ მე ასეთი ვარ. და საერთოდ იცოდე რომ ეს ესე იქნება. ანუ ფაქტიურად აი ამ უზნეობას ადამიანი აი ამ სიტყვით ვითომ და პატიების თხოვნით აკანონებს. შეეგუე ამას. შეეგუე რომ მე უხამს სიტყვაში ვხმარ საუბარში. ეს არის უზნეობა. და ეს არავითარ შემთხვევაში ადამიანს არ უნდა აპატიო. ანუ არ უნდა შეეგუო. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ თუ მოვა და შენდობას გთხოვს ჩადენილი ცოდვის გამო, რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა შეეგუო. რაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, უნდა აპატიო. მაგრამ თუ ადამიანი გეუბნება რომ შეეგუე ჩემს ცოდვებს, შეეგუე ჩემს უღირს საქციელს, შეეგუე ჩემს უზნეობას, მაპატიე რომ ესეთი ვარ, უნდა უთხრა რომ ვერ გაპატიებ ამას. ანუ მე უზნეობას არ შევეგუები. და ეს უნდა გახსოვდეთ ყოველთვის. ანუ ერთის მხრივ ჩვენ უნდა შენდობა მივანიჭოთ ადამიანს და მეორეს მხრივ არავითარ შემთხვევაში უზნეობას არ უნდა შევეგუოთ. და კიდევ ერთი. ესე წერია სახარებაში რომ თუ ძმამა შეგწოდა და მოვიდა და პატიება გთხოვა აპატიო. ოღონდ თუ არ მოვიდა და არ გთხოვა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აპატიო. ესეც შეგუება. თუნდაც ერთხელ ჩადენილ ცოდვას. ესე იგი აუცილებლად ადამიანმა და ეს სხვათა შორის მარტო სხვა კი არა რომელიც შენთან მოდის, შენ რომ მიდიხარ სხვა ადამიანთან და პატიებას თხოვ, სანამ მიხვალ და თხოვ პატიებას, ძალიან კარგად უნდა იცოდე რისთვის თხოვ პატიებას, მაპატიე, რა გაპატიე. აი მითხარი რა გინდა რომ გაპატიო. კი გაპატიე, თუმცა მითხარი რა. და ადამიანმა ზუსტად უნდა გითხრას, რის გამო ითხოვს პატიებას. ხოლო თუ არ ეთხოვს და გეუბნება რომ აი ქრისტიანი არ ხარ, აი სხვა გეუბნება მაგალითად, რატო არ პატიობ ამას? იმიტომ არ პატიობ, რომ არ თხოვია ჩემთვის პატიება. აქ თამოყარებაზე და ამბიციებზე კი არ არის ლაპარაკი. აქ ლაპარაკია ძალიან ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსის ცნება არის ეს პატიება. ეს არის
ცხონებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ცნება, პატიება, მაპატიე. აი ღმერთი გაპატიებს იმ შემთხვევაში თუ შენ მიხვალ და სთხოვ მას პატიებას და ზუსტად ჩამოაყალიბებ რის გამო ითხოვ პატიებას, ითხოვ აღსარებას და ღმერთი აუცილებლად გაპატიებს, ესე წერია სახარებაში, რომ არ არსებობს ცოდვა, რომელიც პატიება ღმერთს არ შეუძლია. ერთადერთი, რასაც ღმერთი არ გაპატიებს, არასოდეს, არც აქ ამ ქვეყნად, არც იქ, ეს არის, აი ესე წერია სახარებაში, სული წმინდის გმობა, რომელზეც მამები ამბობენ, წმინდა მამები, რომ ეს არის ცოდვის მოუნანიებლობა. სული წმინდის გმობა, ეს არის ცოდვის მოუნანიებლობა, ანუ სწორედ ის, რაც მოგახსენეთ, როდესაც შენ ითხოვ არა პატიებას, არამედ შენს უზნეობასთან შეგუებას. ამას არც ადამიანი არ უნდა შეეგუოს და რა თქმა უნდა არც ღმერთი არ შეეგუება. ამიტომ ეხლა კარგად დაფიქრდით და თუ ვინმე ნაწყენია თქვენზე, ან თქვენ ხართ ვინმეზე ნაწყენი, აი ასეთნაირად უნდა აპატიოთ. მაგრამ შეიძლება თქვენ არ გახსოვდეთ რამე ის რაც აწყენინეთ ადამიანს, რაღაც უხეშად მოეკეთეთ, აღარ გახსოვთ. ამიტომ მაინც მივდივართ ჩვენ ერთმანეთთან ყველანი და ყველანი ერთმანეთს თხოვთ პატიებას, შემინდე ალბათ გაწყენინე, ალბათ რაღაცა არასწორად გავაკეთე, მე არ მახსოვს, მაგრამ მაინც მინდა რომ აპატიო. და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, მეც ასევე ვითხოვ თქვენგან ყველასგან პატიებას. ზუსტად ვერ გეტყვით ეხლა ისი გულისთვის, მაგრამ თუ თქვენ მე მოხვალთ, როდესმე და მეტყვით, რომ აი ეს დააშავე, ეს მაწყენინე, მე აუცილებლად ამას გავითვალისწინებ. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი. და შემინდეთ ჩემი ცოდვა. ერთად თქვენცა შეგიძლიათ.